თქვენ გქონდათ რეაქცია, როცა ხაბაროვსკი ვახსენეთ ვითარება, ვიღაცას მართლა გონია, რომ საქართველოს შევა. სადღაც კი არ შევა, რუსეთი შემოდის აქ. არა წვეწვეთად უკვე ტალღებად შემოდის იმ ცვლილებების სიხშირის გათვალისწინებით, რომელსაც აი დღეს დააინიციერეს აგერ კიდევ, რომ ესე იგი თუ უცხოეთიდან რამე გრანტს იღებს, რომ ლექციის წასაკითხოდაც კი სპეციალური სახელმწიფო ორგანო ან უფლებამოსილი პირი უნდა იყოს, რომელმაც უნდა დაადასტუროს, რომ აი ეს მიიღო თუ არ მიიღო და ასე შემდეგ. მსგავსი ტიპის მკაცრი მიდგომები შეიძლება უფრო უარესები არის სხვა სფეროებში, მაგრამ რუსეთშიც კი ჯერ კიდევ ესე მასშტაბურად არ არის ამოქმედებული. ამით იმის თქმა მინდა, რომ სისტემის გარუსების პროცესი გაცილებით სწრაფად მიდის, ვიდრე ამაზე რეაგირებას ახდენს საზოგადოება. თქვენი შვილები უბრალოდ პირველი მნიშვნელოვანი სიმპტომები არიან ამ პროცესის. სხვები რო არ აღმოჩნდნენ იმ მდგომარეობაში, ან უბრალოდ ქუდი არ დაიხურონ და საქართველოსთან არ წავიდნენ, რას ეტყოდით ხვალისთვის, როცა ეს აქცია არის დაგეგმილი? ხვალისთვის იმას ვეტყოდი, რომ ჩვენ აი ამ წუთას ვართ ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ისეთი პრობლემის წინაშე ვდგავართ, რომ ჩვენ მარტო თავრობას არ ვებრძვით. თავრობასთან ერთად ვებრძვით რუსეთსაც, ანუ რუსეთი დგას ძირითადად ჩვენი მთავრობის უკან და რუსეთის ხელით, რუსეთის ბრძანებით, ქართველის ხელით გვსრისავენ ერთი სიტყვით და აწამებენ ამ ჩვენს ახალგაზრდებს. და აუცილებლად უნდა დავდგეთ ერთმანეთის გვერდით, ყველას კარზე დააკაკუნებს ეს პრობლემა. აბსოლუტურად ყველას დაუდგება. რაც არ უნდა ელაქუცონ და იძახონ, რომ ვართ თქვენიანები, ამას ვერაფრით ვერ გაიტანენ ამ სიტუაციას, იმიტომ რომ როცა აღარ დაჭირდებათ, ეს რუსული მენტალიტეტია, როცა აღარ დაჭირდებათ, აუცილებლად მოისროიან ამათ და სასწაულს დამართებენ თითოეულ ოჯახს. და აი აქამდე რო არ მივიდეს საქართველო, რომ საერთოდ მართლა ბოლომდე დაგვაჩოქონ და დაგვამონონ, უნდა გამოვიდნენ გარეთ, დაგვიდგნენ აუცილებლად გვერდით. კარგად დაფიქრდნენ, ყველამ ძალიან კარგად იცის რუსული ჩექმა უხეშად ვიტყვი, ყველას გაუვლია, მით უმეტეს ჩემი ასაკის ხალხს, ძალიან კარგად იციან რუსული მენტალიტეტიც და ერთადერთი რუსებს ჩვენი უკანა ეზოვართ ერთ სიტყვით სამზარეულო უყვართ ჩვენი და ჩვენი არიქა შენი ჭირი მე მობძანდი, შენ გენაცვალე მობძანდი. დანარჩენი ეგენი არასოდეს არ გთვლიდნენ ადამიანებად რუსეთში, მაშინ რაც რომ დავდიოდით ცოტა შავ ხალხს გვეძახდა, აღარ ვიტყვი, როგორც იძახდნენ და იგივე გამეორდება, კიდევ უარესი, ეხა განვითარებული რუსი კიდევ უარესია. ანუ მაშინ დავარქოთ მაგას უფრო მეტი ფულნაშოვნი. ფულნაშოვნი, ხო, მაშინ იყო, რომ აი არ ქონდათ ეხა მაგდენი განვითარება. წარმოდგენილი. ანუ აქეთ ცოტა უჩაჩქუნებდით, ჩვენ ერთი პოლიტრით, ეხა მე დავდიოდი მაშინ მოსკოვში და ერთი პოლიტრით საქმეებს ვაკეთებდით, მაგრამ წავიდა ეგ დრო, ეგ რუსი აღარ არსებობს. ხალხს თუ გონიათ, რომ რუსეთში წავლენ და ეგ რუსი დახვდებათ, ეგ არის შეცდომა. აღარ არიან ეგრე. იმიტომ რომ იშოვეს ფული და ძალიან ისე გრძნობენ თავს თამამად. მადლობა ძალიან დიდი, ანუ ხვალ 10 საათზე იწყება ეს აქცია.